შემდეგი ხუთიანი გამოდის, ხო, ხუთიანი. 5 რიცხვში, 14 რიცხვში და 23 რიცხვში. Აი ხუთიანი არის მერკური, კომუნიკაცია, კომერცია, გაყიდვები, ინტელექტი, ხო? საუბარი, ანუ ითვლება, რომ ვინაიდან აი 1-დან 9-ის ჩასვლით ხომ არის ციფრები, აი დაახლოებით შუაში გამოდის ხუთიანი, ანუ ითვლება, რომ ხუთიანს შეუძლია მოერგოს ნებისმიერ სიტუაციას, საოცარი ლავირების უნარი აქვს და შეუძლია ხუთიანს რომ გაუგოს ნებისმიერ სხვა ციფრს. ანუ ეს არის შუალედური ენერგია, რომელსაც აქვს უნარი ყველას გაუგოს, ხო? ამ შემთხვევაში ხუთიანები არიან ძლიერი ორატორები, მათთვის მნიშვნელოვანია კომუნიკაცია, ასევე სწავლა. აი როგორც სამიანი, ხუთიანიც არის საკმაოდ ცნობისმოყვარე და აქვს უნარი დიდი რაოდენობით ინფორმაცია მიიღოს და გადაამუშავოს და განავრცოს. ანუ ორატორები არიან. და აი ბევრი თუნდაც პოლიტიკური ლიდერი არის ხუთიანი. ორატორები, ძლიერი ორატორები არიან, ანუ მათ სიტყვას აქვს ძალა და კარგი რომ ეს გაითვალისწინონ, იმიტომ რომ რასაც ამბობს ხუთიანი, ის მერე მარტივად ხდება მის ცხოვრებაში. ამიტომ კარგი რომ ის გავითვალისწინოთ.